მოგესალმებით მეგობრებო, გისურვებთ თვითონ თქვენთაგან სულებ წარმატებას, ბედნიერებას და მშვიდობას და მადლობა ჩემო კეთილო და ძალიან მზრუნველო ადამიანებო, ვინც უკავშირს თქვენი მადლიერებით გამოხატავთ, ენერგიების გაცვლას ახდენთ და მახარებთ. მეც იმ ძალიან მცირედით, მაგრამ ჩემთვის ძალიან დიდი ემოციის მატარებელია ეს ყველაფერი, ხო, რასაც თქვენ აკეთებთ, განსაკუთრებული მადლობა იმ ქალბატონებს, ვინც მართლა მათ შეიძლება გონიათ, რომ ის 3 და 5 ლარი არაფერია, მაგრამ არხისთვის ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს და თქვენთვის სასურველი გარემოს შექმნისთვის, ხო და ამისთვის მართლა მილიონი მადლობა და მილიონით დაგიბრუნდეთ უკან ყველა თქვენი გაცემული დადებითი ენერგია და რესურსი. და მოდით ვნახოთ ასეთი კითხვა დღეს, ხო, პირველი, მეორე, მესამე. რა მდგომარეობაშია თქვენი ბიოველი? ანუ თქვენი ენერგეტიკა. რა მდენად ემოციური ჰიგიენის პირობებში ხართ, ხო? პირველი, მეორე, მესამე და ვნახოთ პირველი. პირველი ვარიანტის მაყურებლების სიგნიფიკაციას არ ვაკეთებ შეგნებულად, იმიტომ რომ მე უნდა ვნახოთ თქვენი ენერგიები და თქვენი ინტუიციით, ისაც მიხვდებით ეს თქვენი არის ამ მომენტისთვის თუ არა. და ვნახოთ, ხო, ეს რა, საყვარელი ვარდისფერი. სოკო. აბა, დავიწყეთ. რა ემოციური ფონია, ხო, რა ფსიქოლოგიური ელემენტი გაქვთ და რამდენად სუფთა ენერგოველი გაქვთ ამ ეტაპისთვის პირველი ვარიანტის მაყურებლებს. შვენიერი. ვა. ვერაფერს ვიტყვი მეგობრებო. საკმაოდ ისეთი ძალიან დადებითი ენერგიებში ხართ მეგობრებო, ახლა არ ვიცი, შეიძლება თქვენთაგანი, ვინმე თქვენთაგანი შეყვარებულიც იყოთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ დასტაში კი ბატონო ეს არკანი არჩევანს ცალსახად მოიცავს, მაგრამ კომბინაციაში არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ ახლა შეყვარებულები იყოთ, ხო? თქვენ ახლა იყოთ ძალიან მაღალ ვიბრაციებში, რაღაცა შეიძლება ბავშვობიდან მოყოლილი ადამიანია თქვენს ცხოვრებაში გამოჩენილი, ან რაღაცა აი ესეც ბავშვობის დროინდელ სიტუაციას გადააწყდით, ხო? აი წარსულთან შეხვედრა რაღაცა, ძალიან დადებით ემოციებში რაც გამყოფეთ. არ ვიცი, შეიძლება ქველმოქმედებას ეწევით, შეიძლება ბევრი ასე ვთქვათ, სწორი ადამიანი ყავთ ცხოვრებაში. იმპერატრიცა მშვენი ენერგიებში ხართ, მშვენივრად გაწონასწორებული. პირველ ვარიანტს სასახად არაფერი არ გჭირდებათ მენდეთ და რაღაცა დონეზე ამ თქვენს ემოციურ ჰიგიენას, კი ბატონო, ეს თქვენი ფანტაზიორობა, თქვენი ცოტა რეალობას მოწყვეტაც შველის ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ დამიჯერეთ საჭიროა. რა იყო ხა ეს? მთლიანი არკანები დამისხდა ხელიდან, მაპატიეთ. უნდა წამოვკრიფო ახლა მე ეს არკანები. და უნდა კიდევ ერთი კითხვით ვიკითხო, იმიტომ რომ რაღაცა საინტერესოდ გამისხდა ხელიდან. მორჩა, 78-ვე არკანი ჩემს ხელშია. არა და ვასრულებდი უკვე, ფაქტია თქვენთან. და კიდევ ერთი არკანით მითხარი რა ენერგიებშია ჩემი მაყურებელი. არა, ცალსახად კარგ ენერგიებში ხართ მეგობრებო. არ ვიცი, შინაგანად თვითონ ხართ ეგეთი ძლიერი ადამიანები, თუ ფარველი ანგელოზები გიცავენ, თუ როგორ არის და რანაირად არის, მაგრამ ცალსახად აქ თქვენ არაფერი გჭირდებათ. მეორე ვარიანტი ვნახოთ. ისეთი ყვითელი სოკო. რა მდგომარეობაშია თქვენი ემოციური ფონი, რამდენად დაბინძურებულია ენერგეტიკა, პირიქით, ხო?
რამდენად სწორად გაქვთ დაცული მენტალური ჰიგიენა. ნახოთ აბა რა ენერგიებშია ჩემი მაყურებელი. ბატონო. არა, ცალსახად კარგ ენერგიებში ხართ თქვენც. არა, მოიცათ აქ რაღაცა სხვა რაღაცა მაჩვენა უკვე. არკანმა მაცადეთ ერთი წამით, ეს უნდა დავაზუსტო. აქ უნდა დავაზუსტო რა ხდება. აქ რაღაცა, არა, მეგობრებო, რაღაცა სწორად არ არის და გეტყვით რატო. ნახეთ. ტრანსფორმაცია კი ბატონო, თავიდან წამოვიდა ის ენერგია, რომ რაღაცა სიტუაციას გადიხართ და ჯერჯერობით კი ბატონო, თქვენი ენერგოველი მთლად სუფთა და წრიალა ვერ არის, მაგრამ შემდეგმა არკანმა უკვე გამარჯვების არკანია ეს, ხო, წინსვლის არკანია, მიზნის მიღწევის არკანია, მომცა და აი ამ მაგის არკანმა მომცა უკვე უფლება, რომ მე თქვა, რომ სწორ ენერგიებში ხართ, იმიტომ რომ თუ ტრანსფორმაციას თქვენ სწორად გაივლით და როგორც მაგი ყველაფერს სწორად გააცნობიერებთ და ყველაფერს თავის გასაღებს უყოვით და ყველაფერს თავის წამალს ხო დროულად, რატომაც არა ჩავთვალოთ, რომ ადამიანი თვითონ გაუმკლავდა ამ ყველაფერს. და ადამიანი კიდე ერთი არკანი ავჭე ხო კარტი და ვიტყოდი რა მაშინ რომ არაფერი არ გჭირდებათ თქვენ. ცალსახად ვიტყოდი ამას, მაგრამ რა კი აქ უკვე მე დამიფიქსირდა ეს სამიანი ხმლებისად არის, აქ უკვე და მე წამოვიდა უკვე ხმლების მეფე რაღაცა ესეთი ენერგია წამომივიდა, რომ პირიქით ენერგეტიკული დარტყმა მაგის ხელით თქვენზე რაღაცა გარკვეული, რომლიდანაც შეიძლება თქვენ ახლა ცდილობთ გამოსვლას და მედიტირებთ ან რაღაცა გზებს მიმართავთ, მაგრამ მაინც რაღაცა ორსახოვნებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არკანი არის ძალიან დღესასწაულის ბედნიერების ოჯახის და ასე შემდეგ, დააკვირდით აქ მამაკაცი არის ნიღაბში. შეხედეთ? ანუ არ არის რაღაცა სწორი, არა, კარნავალია მაინც გოგონა რქებში, ხო? იქ ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ანუ რაღაცა მაინც ფასადურია. და კიდევ არა. აქ არა, თქვენ ცალსახად მეგობრებო, პრინციპში პირველი არკანი რაც ამოდის, მე იმას უნდა მიხვე ხოლმე რა, აღარ უნდა ანუ მაგრამ მე მაინც ასე ვთქვათ, ორიენტირებული ვარ ხოლმე დადებითისკენ და მინდოდა რომ ყველაფერი დადებითად დამენახმა რა არა. თქვენ შიშები, შფოთვები, მენტალური პრობლემები შეიძლება გქონდეთ, ვიღაცებს შეიძლება დამამშვიდებელსაც ვცავდეთ. არის ზემოქმედება გაკეთებული თუ უბრალოდ ეს შიშებია. არა, რაღაცა აქ მე ვერ ვხედავ ზემოქმედებას და ცუდს ესეც. აქ შეიძლება უფრო იყოს თვალი, ჭორები, რაღაცა ინტრიგები. აი, ხა თან აქეთ არა, გაკეთებულს ვერ ვიტყვი, აქ უფრო თქვენი შიშებია, თქვენი შფოთვებია, თქვენი წუხილებია. არა. აქ რაღაცა გაქვთ თქო, ამას ვერ ვიტყვი, თუმცა ცალსახად მოსაწესრიგებელი გაქვთ ემოციური ჰიგიენა. ემოციურ ჰიგიენას მე ამ სიტუაციაში თქვენთან ვერ ვხედავ, ბევრი რამე გაქვთ დასალაგებელი, ბევრი რამე გაქვთ ასალაგებელი საკუთარი თავიდან და ფსიქიკიდან და ხო, ნუ რა ვქნათ. მეორე ვარიანტსაც მადლობა და მესამე ვარიანტი. არა, მიცეთ ისეთი მესამე ვარიანტი. ვარდისფერი იყო უკვე, ბოდიში, წითელი ვარიანტი უნდა დავსვათ. წითელი უნდა დავასკუპოთ, ხო? წითელი უნდა დავასკუპოთ და მესამე ვარიანტი ვინ ხართ აბა ვიხართ არა. რა ენერგიებში ხართ, ანუ არის თუ არა თქვენზე კარგით რა. რა გჭირთ ხალხო, რატო რამ ჩაგაგდოთ ამ ამბებში. აჰა, გასაგებია.
აი, ნახეთ როგორ ზუსტად დამიჯდა რა ორხა და გაჩვენებთ როგორ წყვილში დამიჯდა და ამომიხტა არკანი ჰერმით და всё, გავიგე. სამწუხაროდ არ გავხართ პირველ ვარიანტს, ხო? შიშები, იმედგაცრუებები, თავის თავში ჩაკეტვები, სხვათა შორის თვით შემოქმედებაშიც ხართ გადავარდნილი გარკვეულ ჯერ არ მომხდარ სცენარებს, ოღონდ ნეგატიურ სცენარებს უწერთ საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ სამყაროსგან შეიძლება ბევრი შანსი მოგეცათ, მაინც ნეგატიურმა დაჯაბნა უყურეთ, როგორი საინტერესოა, საინტერესო არკანია ზემოთ აბსოლუტური სისუფთავე და ქვემოთ როგორი აქ magic, ანუ ჯადოქრის ქუდი, შავი კატა აქ ვიღაცა რაღაცას ხარშავს ხო ქვაბში, ნახევრად ეშმაკი, მოკლედ ნეგატიურმა ცალსახად და აქ არ გამოვრიცხა მეგობრებო, რომ ვიღაცა რაღაცასაც წვალობდეს თქვენთან მიმართებაში და ეს იყოს ქალი. ქალი ძალიან ჭკვიანი, სხვათა შორის სტაბილურობაში მყოფი, პენტაკლების მეფე ყავს ამ ქალს და თქვენ წყვილში ამოხვედით კვერთხების რაინდი და კვერთხების პაჟი, ხო, ანუ ორივე ცეცხლთან თამაში, ორივე იმპულსურობა, ორივე სექსუალური ენერგიებიც კი ბატონო, მიზიდულობა, ქარიზმა, რაღაცა, აი ხომ არ ვფიქრობ, ახლა კარგად ვარ, ახლა ბედნიერი ვარ, ახლა ყველაფერი კარგად მაქვს და ხვალ რა იქნება, ნუ ამას რო არ ვფიქრობ და რეალურად ამ სიტუაციიდან, აი ამ დაზიანებებიდან ხართ ჰალუცინაციებში, შფოთვებში, შიშებში გადავარდნილი და განდეგილის პოზიციაში შეიძლება ახლა ისე იყოთ ჩაკეტილები, რომ საერთოდ არც მეგობრებთან არ ურთიერთობდეთ, ყოველ შემთხვევაში დიდი სურვილი ურთიერთობების მეაქ არ მიჩანს და კიდე აბა 1-2 არკანით მითხარით რა ხდება მათ ენერგეტიკაში, ვინც ახლა მესამე ვარიანტს უყურებს, ხო, აი რა ხდება. წითელი სოკოსპონზე, წითელი რა ხდება, არა, თქვენ ცალსახად მისახედი გაქვთ ფსიქოლოგია, მენტალობა, მაკულატურა გაქვთ მოსაცილებელი თქვენი ფსიქიკიდან, ბლოკები გაქვთ მოსაშორებელი თქვენი ფსიქიკიდან, რომ გამოხვიდეთ აი ამ პატარა ახირებული ბავშვის პოზიციიდან და შემოთავაზებულ სიკეთები მინიმუმ დაინახოთ, ხო, თუ არ დათანხმდებით მაინც. კიდე ერთი არკანი თქო და კი ბატონო სიკვდილის არკანი. რა ვქნა? რაც წამჩვენებს არკანები, მე იმას ვკითხულობ, ჩემო კარგებო, წარმატებები გისურვებთ. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.